მაგრამ კირგიზლებ თურქეთი პირველი რაუნდი სომეხი გახლავთ წითელი მახჯობელობის ვარტყა ეხლა თვითონ დაიწყო შეტევა მარჯვენაც ვარტყა და მარცხენაც მაგრამ შემდეგ რაღაც ფეხი აერია და ამზადებს ამ შეტევას და ვეღარ შეუტია. მოგაცილო ჯერ იეგორიანმა კარგი შეტევა ქონდა ბოლოს თვითონაც გავუშვა იგორიანმა მაგრამ იქამდე მოვარტყა მინიმუმ ჯერ ეს თურქი თუ დააგვირდებით სულის ხოლმე დღეს ხან ესეთი მარჯვენა ხელი აქცია ხან მარცხენა ეს დემონსტრაციულად აკეთებს ამას ეს იგორიანი ნამდვილიცაცია პროცესები არ შეუძლია მოვარტყა ეხლა მეორე მარცხენა მოვარტყა კარგად ქვემოდან სომეხმა ახლა ორჯერ შეუტია კირგიზლებმა მაგრამ აიცილა იოლად იეგორიანმა ერთი დარტყმა კირგიზლებისა ზუსტი იყო და ამასობაში ბოლო 10 წამით დაიწყო. რონი სომეხს უფრო მეტი დარტყმა ჰქონდა ესე მომიჩვენა ნახოთ საჯები გაზვეთყვიან ორი საჯი
მართლაც ახაც უნდა იყოს ხმები, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეა. ასეთი ახლობძოლა იყო, არ იყო მაინც პირველი მოარტყა მარცხენა წინახელით იეგორიანმა, თუმცა იცავს რავს საკუთრებული რეაქცია აქვს ამ თურქსაც. გამშვილად გამოუძვრა რთული სიტუაციიდან კირგიზლები მეტოქეს ისევ აქტიურ გუნდშია იეგორიანი. ამჯერად შეტევით გამოვიდა ბაგერებიდან და შემდეგ მოარტყა მარჯვენა თურქმა დაახლოებით ისეთივე სურათია, საჯებს უნდა დაზრიალა აქ რაღაცა პროგნოზების გამოთქმას. ბოლოში თითქოს უფრო აქტიურია იეგორიანი. What წამი ავიჩეს ბოლო დაწმა ჩაიქნება თუ არა მეგონი ის რომელი 4-ზე რომელი იმ სამი მსაჯიდან ერთმა თუ არ მისცა წააგებს და თუმცა შეიძლება სამი თვეც იყოს კონკრეტული სამი მსაჯის ხმა ჭირდება ახლა მაგრამ კირგიზლებს ეს არ არის გამოუვალი სიტუაცია ესეთი შეხვედრები უნდა ხოლმე კრივში არის თუ ისე იშვიათად მაგრამ უკეთეს სიტუაციაში არის დავით იეგორიანი. ანუ მესამე რაუნდის ესეთი გამოკვეთილი მოგება ჭირდება ახლა მაგრამ კირგიზლებს ამ განსაკუთრებული უპირატესობაც არ ქონია ხა იეგორიანს ალბათ უფრო ესეთი მეტი აქტიურობის წყალობით მოიგო. ავიდა შეტევაში თურქი ალბათ იცია თანგარიში, თუმცა პასუხობს მას იეგორიანი. წინა რაუნდში უფრო პირიქით იყო. ესე გასვლა იეგორიანს აწყობს. ძალების მეტი შეჭრა ბოლო კარგი შეტევა ჰქონდა ისეთი ორდარტყმიანი კომბინაცია იეგორიანს. ნელა იკვეთება რომ თავის უპირატესობას ის მესამე რაუნდში შეიმარჯვებს. რაუნდის შემდეგ 2-0 იბერდა დავით იეგორიანი და ჭირდებოდა სულ ერთი მსაჯის ხმა მესამე რაუნდში, რასაც სავარაუდოდ მოახერხებს. თუმცა შეტევაც დაინახეთ ალბათ მის შედეგიანი დარტყმები ბოლოს მარცხენა ხუთი მოარტყა. ამასობაში ბრძოლაც დასრულდა. თანაბარი ბრძოლა და მის
გამარჯვებულს ვინაობასაც ეხლა გამოგიცხადებენ. მეტი შანსები აქვს ეგოვიანს, აი ეს ბოლო შეტევა, მაგრამ კირგოზლებისა ვიყუდება ეგოვიანმა მოიგო, მაგრამ თუმცა მოიჩქარებს და დავაბოდეთ საჯებს. თითო თურქია, სომეხი და ქართველი ნახევარფინალში უკვე გასულია. სამსაჯთან იყო 19-19. შემდეგ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. ლუჯი კუთხე მაგრამ კირგოზლერი თვითონაც გავიკვირდა. მე მგონი ალბათ იმ აი ბოლო შეტევის წყალობით ბოლოს ესეთი ორჯერ სამჯერ მოარტყა და ნახეთ მოიგო 4 საჯთან მათ შორის სამივე იმ საჯთან ვისთანაც იყო ანდრევიში 19-19. პირველი 3-2 გვაქვს. მაგრამ კირგოზლერი გავიდა ნახევარ ფინალში. ესეთ წყვილები